იმედი ლაივია პარლამენტის თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი განვაგრძობთ მასთან საუბარს ჩვენ ინტენსიურად ვადევნებთ დიდი ყურადღებით თვალს უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეს წუთი-წუთს ამოწმებთ ეს არის ის რეალობა რომელშიც უკვე ცხოვრობთ ამდენი დღეა და თქვენ დღეს განცხადება გააკეთეთ ამ თემაზე როდესაც პასუხობდით მედიის კითხვებს რომ ხართ დარწმუნებული რომ საქართველო არის იმ ქვეყნების სიაში ვისაც ზელენსკი მადლობა გადაუხადა და არა ის ქვეყანა რომელსაც უნდა შერცხვეს იმიტომ ზელენსკიმ ასე თქვა რომ არ ჩამოთვლის იმ ქვეყნებს ვისაც მადლობას უხდის რადგან სხვას არ შერცხვეს მოდი რა ამყარებს თქვენ რწმენას ვითხარით თავისთავად ეს ასეც არის და სამწუხარო ის არის რომ არ ვიცი რატომ არის ან ჩვენ პოლიტიკაში ან მედიაში ასეთი სურვილი თვითგვემის და რაღაც ჩვენი ქვეყნის დაკნინების დამცირების ცოტა წარმოუდგენელი არის ხოლმე ეს მიდგომა თავისთავად ეს ჩვენ პირდაპირად მოვისმინეთ მათ შორის სამადლობელი სიტყვები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან რეზოლუციასთან დაკავშირებით საქართველოს იყო სოფლიოში ჩვენი პარლამენტი მეორე პარლამენტი პოლონეთის შემდეგ რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია რომელშიც ჩვენ მკაფიოდ სწორედ ის სიტყვები ავსახეთ რომელიც შემდეგ გვესმის ყოველ დღე მათ შორის უკრაინის პრეზიდენტს ის რომ ომი არ უნდა იქნას დაშვებული ეს არის მთავარი დღეს რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში ეს უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა თავად უკრაინის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი არის თუმცა ამავე დროს ყველაფერს თანხმდებით იმაზე რომ უკრაინის უსაფრთხოება ამ კუთხით საქართველოს უსაფრთხოებასთან გადაჯაჭვული არის და ვინ თუ არა ჩვენ ვიცით ყველაზე კარგად როგორ გძნობენ ახლა თავს უკრაინელები და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ომი არ იქნოს დაშვებული სხვა შორის იცით რომ ვიზიტები მქონდა მე ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში სადაც მათ შორის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შევხვდით და მონაწილეობა მივიღეთ ნატო საქართველოს კომისიის ხდომაში ასევე გაერთიანებულ სამეფოში მქონდა ვიზიტი რა თქმა უნდა ეს საკითხი რაც შეეხება დღევანდელ გამოწვევებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო ორივეგან განხილვის საკითხი და ამ კუთხით ჩვენ სული მხარდაჭერა და გვაქვს და კოორდინაცია ჩვენ პარტნიორებთან მათ შორის ნატოსთანაც იმ სწორედ ჩვენ განცხადებებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით რომელიც გულისხმობს ერთ რამეს რომ უნდა მოხდეს ყველანაირად ომის თავიდან აცილება უკრაინაში. მაგრამ რა იყო მაგალითად ნატოში პოზიცია თუნდაც იმ რეზოლუციაზე რომელიც ოცნებამ მიიღო. ასე კონკრეტულად შეეხეთ ამ საკითხს თუ ზოგადი პოზიციებით შემოიფარგლა საუბარი და ზოგადად მათი პოზიცია რა არის? აი უფრო კონკრეტულად რო გითხრათ. პოზიცია ჩვენ გვესმის ზოგადად სოფლის პოზიცია რაც არის, რა თქმა უნდა, ეს არის ომის არ დაშვება. ვინაიდან ეს იქნება არა, ეს ხადია, შეიძლება არასწორად დავსვიკითხო. მე გულისხმობ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. საქართველოს გადადგმული ნაბიჯი სწორედ ეს არის. მიესალმა კიდევ ერთხელ მე აი სწორედ ეს მიკვირს, რომ რაღაცნაირად ცდელობა არის ხანდახან თითქოს წარმატებული ცდელობა ოპონენტების მხრიდან ამ ნარატივის დამკვიდრების თითქოს თითქოს ჩვენი რეზოლუცია იყო რაიმენაირად ნაკლული რეზოლუცია. არა და საერთო ჯამში დავფიქრდეთ ეს რეზოლუცია რომელზეც კიდევ ერთხელ ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა მადლობა გადავიხადეს ამ რეზოლუციისთვის და კიდევ ერთხელ ჩვენ ვიყავით მეორე პარლამენტი ვინც რეზოლუცია მიიღო უკრაინის მხარდაჭერი რეზოლუცია ოპოზიციის ნაწილმა ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ხმა არ მისცა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას და ამაზე უნდა იყოს საუბარი რომ რამდენად კიდევ ერთხელ აი ჩიხურ მდგომარეობაში აქცევს საკუთარ თავს ნაციონალური მოძრაობა რომ ასეთ საკითხებზეც კი ცდილობს საბაბები მოძებნოს რომ რაიმენაირად ქართულ ოცნებასთან ერთად ყოველ შემთხვევაში აი ესეთ რეზოლუციაში მონაწილეობა არ მიიღოს. ამიტომ ჩვენი პოზიცია საქართველოს პოზიცია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია არის ძალიან კაფიო და ცალსახა ეს არის სოლიდარობა ჩვენ უკრაინელ დებთან და ძმებთან მათი გვერდში დგომა და უპირველეს ყოვლისა გვერდში დგომა იმ საკითხში, რასაც ქვია ომის არ დაშვება. და ჩვენ გვესმის ზელენსკის განცხადებები, უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომელიც სწორედ აქეთკენ არის მოწოდებული, რომ დღეს რაც შეეხება ომის არ დაშვების კუთხე, ამას თუ შევხედავთ ახლა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ომი არ იქნას დაშვებული, აი ეს ინსტრუმენტები და მექანიზმები გააჩნია ჩვენ დასავლელ პარტნიორებს დღეს და მათ აქვს, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი სიტყვა სათქმელი, ჩვენი შესაძლებლობები საქართველოს გულისხმობ, რა თქმა უნდა, შეზღუდულია ამ კუთხით, ჩვენ შეგვიძლია გავამხნევოთ, გვერდში დგომა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ, მაგრამ ქმედითი ინსტრუმენტები გააჩნია სწორედ ჩვენს პარტნიორებს მათ შორის ნატოს და ამ ქმედითი ინსტრუმენტების გამოყენება არის მნიშვნელოვანი. თქვენ
თქვენ ახსენეთ ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, მე მინდა რომ ეს თემა გავშალოთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დამოკიდებულება ქვეყნების კეთილგანწყობილია, მაინც ის ხშირი არ არის ხოლმე საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტები, აი რა იყო განსაკუთრებული, რას აღნიშნავდით ამ შეხვედრებიდან? ჩვენ დიდ ბრიტანეთთან გვაქვს განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა, სხვა შორის ახლა როცა საუბარი არის დიდ ბრიტანეთ, პოლონეთი, უკრაინის მემორანდუმზე, ჩვენ დიდ ბრიტანეთთან შარშან 2021 წლის იანვარში დადებული გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც 180 გვერდიანი დოკუმენტი არის, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა, სხვათა შორის კიბერუსაფრთხოებას რაც შეეხება, აქ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა აქვს ჩვენი ბრიტანეთთან და ჩვენი სახელმწიფოს მიერ მიღებული კონცეფცია, რომელიც შეეხება კიბერუსაფრთხოების საკითხებს, სწორედ ბრიტანელი ექსპერტების მონაწილეობით არის მიღებული. ასე რომ ეს ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო და ჩვენ სხვა შორის ვიყავით პირველი დელეგაცია პანდემიის შემდეგ, როდესაც ინგლისის პარლამენტში კვლავ დაიწყო მიღება სტუმრების, პირველი დელეგაცია ვიყავით შენობაში, ასე ვთქვათ და ამ კუთხითაც მათთვისაც ჩვენთვისაც გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი. ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა, რომ გვერდში გვიდგენან, მათ შორის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე და კიდევ ერთხელ ხაზგაუსა უსაფრთხოების საკითხები არის განსაკუთრებული სფერო, სადაც ჩვენ წარმატებით თანამშრომლობთ დიდ ბრიტანეთთან და რა თქმა უნდა საპარლამენტო თანამშრომლობაც ამ კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ სამომავლოდ უფრო გავმოვდეს. თქვენი ოპონენტები, რასაც საუბრობთ, ამის საპირისპიროს გვიმტკიცებენ. მათ შორის ისინი საუბრობენ, რომ ახალი გადანაწილება მიდის მსოფლიოში და საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს, აღმოჩნდეს სწორ მხარეს. მეორეს მხრივ ისინი ამბობენ, რომ ერთის მხრივ თქვენ პრორუსულ ნარატივს ატარებთ, ანუ ოცნების ხელისუფლება, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ გეშინიათ რუსეთის, მათ შორის რეზოლუციაზე ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაცია და ასე შემდეგ. რას უპასუხებდით ადამიანებს და არა თქვენ ოპონენტებს, რომლებიც ამ განცხადებებს ისმენენ, რომ ხელისუფლება სწორი კურსით არ მიყავს ქვეყანა და არ დგამს საჭირო ნაბიჯებს დასავლეთისკენ? საქართველოს არ ქონია ისეთი მჭიდრო ურთიერთობა ნატოსთან, ისეთი წარსულში როგორც ახლა აქვს. მათ შორის ჩვენ თუ შევხედავთ ფაქტებს. ფაქტები არის ის, რომ ჩვენი ჯარისკაცების 80% აქვს გარკვეულწილად მონაწილეობა ან ერთობლივი წვრთნები გავლილი ნატოს შესაბამის ასე ვთქვათ საჯარისო დანაყოფებთან ერთად, რაც გულისხმობს, რომ ეს თავსებადობა, რაც მნიშვნელოვანი არის სამხედრო თავსებადობის კუთხით, არის არა მხოლოდ სისტემების დონეზე, არამედ ჯარისკაცების და ოფიცრების და სამხედროების დონეზეც, ასე ვთქვათ, პირადი გამოცდილებაც არსებობს. არაფერს საუბრობს იმაზე, თუ როგორია როგორი იყო ჩვენი მონაწილეობა სხვა სამშვიდობო მისიებში. მათ შორის ჩვენი ოპონენტები, როცა საუბრობენ ამაზე, შევახსენებ ყველას, რომ ნაციონალურ მოძრაობის დროს იარაღსაც კი არ ასყიდებდა ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. იყო ემბარგო დადებული. და სწორედ ქართული ოცნების დროს იცით, რომ მათ შორის ჯაველინების შემოტანა დაიწყეთ და შესყიდვა, ასე რომ ეს თანამშრომლობა რეალობაში თუკი ავწდებით, ასე ვთქვათ, იმ აღქმების შექმნის ცდილობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, რომელიც შეეხება თითქოს იმ საკითხს, თითქოს საქართველოს სცილდება დასავლეთს ან თუნდაც ნატოს ინტეგრაციას. კიდევ ერთხელ ქართული ოცნება ხელისუფლების დროს მოხდა სწორედ კონსტიტუციური გარანტიების ჩაწერა, რომ საქართველოს გაწევრიანდეს ნატოში და ევროკავშირში და ეს იყოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება ნებისმიერი ხელისუფლების. სწორედ ქართული ოცნების პერიოდში მოხდა ის, რომ არის განსაკუთრებული მჭიდრო ურთიერთობა ნატოსთან, სხვათა შორის ბრიუსელში ვიზიტის დროს ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს მზაობა, რომ ჩვენ ჩართული ვიყოთ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებაში და ჩვენი იდეები შევთავაზოთ, განსაკუთრებით რაც შეეხება შავ ზღვაში უსაფრთხოების საკითხებს და ამ კუთხით ჩვენ ჩართულები ვართ აი ამ დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც არის 10 წლიანი კონცეფცია ნატოსი 2010 წლის შემდეგ არ განახლებულა და ახლა 2022 წლის ივნისის 3-ზე მადრიდში დაგეგმილი არის ამ კონცეფციის მიღება, რომელიც მომდევნო 10 წლის სტრატეგიას და განსაზღვრავს ნატოსი და სწორედ აქ მონაწილეობთ ჩვენ აი ამ პროცესში. ასე რომ ამ კუთხით, რაც შეეხება რეალურ საქმეს, სწორედ დღეს საქართველოს ის როგორც არასდროს დგას ყველაზე ახლოს ნატოსთან და მათ შორის არაერთხელ იქნა აღიარებული, რომ
საქართველოს ყველანაირად მზად არის ნატოს წევრობისთვის, ამის საჭირო არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრი სახელმწიფოების მხრიდან. თქვენ აღქმები ახსენეთ და იმ აღქმების გასანეიტრალებლად მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა რომ ხელოვნური კრიზისი დასრულდა, ასე ვთქვათ, გადაწყდა რომ პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეს ქვეყანა. ხო ეს არის თქვენი პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ახლა საპარლამენტო ჭრილში გითხარით თუ შეიძლება რა არის უახლოესი გეგმა, ის რაც მართლმსაჯულოვანია მოქალაქეებისთვის და რაც ცდილდება იმ პოლიტიკურ ნარატივს რომელშიც ცხოვრობთ. მომწეანაც ვახსენე რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ ტაქტიკა რაც მე პირადად მინდა რომ გამოიყენო იმისთვის რომ დეპუტატები ყველა უმრავლესობიდან ოპოზიციიდან ასე ვთქვათ ჩაერთვენ საქმეში და აქ დაიხარჯოს ის პოლიტიკური ენერგია რომელიც რა თქმა უნდა პოლიტიკოსებში არის ის რომ ჩვენ კონცენტრირდეთ რეალურ საქმეს და რეალური საქმე არის შემდეგი რომ ჩვენ ასოცირების შეთანხმება, როცა საუბრობთ დასავლეთზე და ინტეგრაციაზე, ეს არის მხოლოდ საუბრები და ასე ვთქვათ გარკვეული რიტორიკა. ამის უკან დგას საქმე, რომელიც გასაკეთებელია, რომლის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებული არის. ჩვენ ასოცირების შეთანხმების 40% უკვე შესრულებული გვაქვს და ჩვენი გეგმაა რომ 2024 წლისთვის 60-65% ასოცირების შეთანხმებისა შესრულებული იყოს. რას გულისხმობს ეს? ეს გულისხმობს რომ ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი ინსტიტუტები უნდა დაახლოებული იყოს, ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან. და ამ კუთხით დაგეგმილი არის საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის მე ვახსენე წეღარ მაგალითად მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონმდებლობის ცვლილება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ცვლილებები და არის ბევრი სფერო, გარემოს დაცვის კუთხით არის ბევრი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანი არის მოწესრიგება. აი მარტი მაგალითად, როდესაც საუბრობთ, რას ნიშნავს ახლა ეს ჩვენც. მარტი მაგალითს მოვიყვან, რაც ესე იგი ჩვენ მოსახლეობას გაახსენებს თუ აჩვენებს თუ რას ნიშნავს ეს რეალობაში დაახლოება საკანონმდებლო დონეზე. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში 2015 წლამდე არ ქონდა რეგულაცია რძის პროდუქტების ეტიკეტირების. რაც და თუ გახსოვთ, ის პროდუქტები იყო ეს კარაქი თუ ასე შემდეგ, სინამდვილეში რაც არ იყო კარაქი, ანუ არ იყო მასაც ეწერა კარაქი და რაღაც მომენტში თუ გახსოვთ 2015 წელი იყო, აღმოაჩინეთ რომ რაც პროდუქტები, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ იყო კარაქი, ხაჭო, ასე შემდეგ, რაღაც მომენტში აღმოაჩინეთ რომ სინამდვილეში ეს იყო მარგარინი, ან იყო თქვა მცენარეული ზეთისგან დამზადებული პროდუქტები. მათ შორის ახლა ამას მნიშვნელობა აქვს იმ კუთხითაც რომ ბავშვებს ვაჭმევდით და გვეგონა რომ კალციუმს ვაძლევდით, სინამდვილეში იყო ეს ყველაფერი მცენარეულ ასე ვთქვათ ზეთზე დამზადებული. აი სწორედ 2015 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იქნა მიღებული კანონმდებლობა დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომელმაც სავალდებულო გახადა ეტიკეტირება იმ კუთხით, რომ რძე, კარაქი, ხაჭო ქვია მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელშიც არის ცხოველური რძე, ანუ ასე ვთქვათ ნამდვილი დიაფრინი. აქედან სწორედ აი ეს გვაჩვენებს ასეთ რაღაცებზეა საუბარი, მათ შორის საუბრობთ მომხმარებელთა უფლებებზე და ამაზე კონცენტრირებაა საჭირო და ის პოლიტიკური ენერგია რომელიც მათ შორის ჩვენ ოპონენტებს აქვს, ჩემი ამოცანა ეს არის, რომ დავახარჯინო სწორედ ამ საქმეზე, თუ კი რაიმე ცოდნა გამოცდილება აქვს ამ კუთხით, აქ შემოიტანონ თავისი წვლილი, რომ ეს კანონმდებლობა იყოს რაც შეიძლება უფრო სწორად გადმოტანილი ქართულ რეალობაში და რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უფრო ხელისშემწყობი, მათი უფლებების მეტად დამცველი და უფრო წინ წამწევი ჩვენი ქვეყნის როგორც ეკონომიკურად, ისე სამართლებრივად. რას ემსახურება ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება? იმიტომ ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს რეგიონებში, ესე იგი წინასაარჩევნო პერიოდი რო იყოს, ვიფიქრებდით რომ დაუშვათ ეს არის რაღაცა კამპანიის ნაწილი, მაგრამ ეს ასე არ არის. ყრაშია საქმე აგვეხსენეთ. დიახ, აი რამდენიმე კვირა უკვე მიმდინარეობს რეგიონებში შეხვედრებით, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩვენ კოლეგებთან ერთად რეგიონებში მართავდა შეხვედრებს. ეს არის მოსამზადებელი შეხვედრები ქალთა ორგანიზაციის ყრილობის ჩატარებამდე და დღეს მეც გახდით ამ შეხვედრაზე რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის წარმომადგენლებთან, სადაც საკრებულოს წევრები ქართული ოცნების მხრიდან ჩვენი პარტიის წევრი ქალები და არა მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ ამ შეკრებას. იდეა არის შემდეგი, რომ ისევე როგორც სხვა შორის ევროპულ ქვეყნებში არის ხოლმე ასე ვთქვათ ესეთი სტანდარტი, რომ არსებობს ქალთა ორგანიზაციები პარტიაში იმისთვის, რომ მოხდეს ქალთა წახალისება პოლიტიკაში, იმისთვის, რომ მათი როლი, ჩართულობა გაძლიერდეს პოლიტიკაში, სხვა შორის ქართული ოცნების პირობებში მოხდა სწორედ გენდერული კოტირება, როგორც იცით, და ამან მოგვიტანა ის, რომ მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობებს თუ ავიღებთ ახლა და შევადარებთ 2017 წლის არჩევნებს. ახლა არის
ჯამში საქართველოში 2000 საკრებულოს წევრი არის. აქედან 2017 წლის არჩევნების შედეგად იყო 2000-დან 250 იყო მხოლოდ ქალი. დღესდღეობით 500 ქალი არის საკრებულოებში. 2017 წელს იყო 1 მერი ქალი და დღეს 3 მერი ყავს, რაც ცოტა არის და სწორედ ამიტომაც გვინდა ჩვენ ამ ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომ ქალები არა მხოლოდ რიცხობრივად იყვნენ მეტნი პოლიტიკაში, არამედ მათ წამყვანი თანამდებობებიც ჰქონდეთ პოლიტიკაში და სწორედ ამას ემსახურებოდა და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ნახე დღესაც ბევრი მოტივირებული პოლიტიკოსი ქალი. ისე ვერ დავამთავრებთ ინტერვიუს, აუცილებლად ჩვენ დავაანონსებთ. ერთი წელი სრულდება, რაც კი, პრინციპში შესრულდა, რაც აღარ არის პრემიერი გახარია. როგორ აფასებთ მის ნაბიჯებს? ბოლბერეჯი ფაქტობრივად აღარ ჩანს, ოცნება ამბობს, რომ კოალიცია შეპირდაპირ ნაციონალურ მოძრაობასთან. თქვენც გითხარით თქვენი მოსაზრება. თავისთავად ხა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ახალი ვარ პოლიტიკაში და მათ შორის ქართული ოცნების გუნდში და ეს პროცესები, რაც მაშინ ქალჩენმა გუნდმა გაიარა, რა თქმა უნდა, ეს ჩემ თვალწინ და ჩემთვისაც ასე თქვათ მოულოდნელი იყო და საკმაოდ ბევრ კითხვის ნიშნებს წარმოშობდა. მაგრამ მე ბევრი რაღაცა დაალაგდა კიდევაც და ის აზეც იყო საუბარი, ბევრი რამე გამართდა. დღეს ხედავთ ჩვენ პირდაპირ კოალიციას ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას გუნდს შორის რამდენიმე საკრებულოში, ასე რომ ბევრი რამე საკუთარი თავი აჩვენა საერთო ჯამში და სამწუხაროა. მე პირადად უბრალოდ როგორც ადამიანი, რომელიც ჩავერთე პოლიტიკაში, როდესაც ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო გიორგი გახარია და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რა თქმა უნდა სამწუხაროა, როდესაც აი ეს მთელი პროცესი ნახე მისი განდგომისა გუნდისგან და შემდეგ ბრძოლისა გუნდის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად არ იყო ღირსეული არც ნაბიჯი და არც შემდეგ ქცევა. რატომ ეს არის კითხვა? რაღაც ეტაპზე ეს იყო ძალიან მძიმე მომენტი, დამაზიანებელი მომენტი, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, გადალახა ოცნებამ აი ეს მძიმე თემა? თავისთავად, სხვა შორის მე რასაც ვაკვირდები და ამას კოლეგებიც ადასტურებენ, რომ დღეს ქართული ოცნების გუნდი, საპარლამენტო გუნდი და არა მხოლოდ შეკრულია ისე, როგორც არასდროს. მათ შორის ჩვენ ნახეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორ ერთიანი არის ჩვენი გუნდი და ეს არ არის, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ეს არის რაღაც ვერტიკალი ძალაუფლებისა, ეს არის იმიტომ, რომ ყველა გვერდში უდგავართ ერთმანეთს. უმრავლესობის ხდომები რომ იმართება, იმიტომაც იმართება, რომ საუბრობთ ერთმანეთთან და ამიტომაც საბოლოო ჯამში ყველა ვართ ერთ ტალღაზე და ეს არის მე პირადად რაც დღეს მახარებს ჩვენ გუნდში, რომ არ არსებობს არც ერთი კითხვის ნიშანი გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ერთიანობა არა მხოლოდ ფორმალურად ჩანს, არამედ იგრძნობა მათ შორის შინაგანად. ანუ გახარია ოცნების ამორჩეულს აღარ ახსოვს, მოკლედ რო გვიპასუხოთ, ცოტა. და რატომზე თუ გაქვთ პასუხი, რატომ ჩაიდინა მან ეს? თავისთავად საერთო ჯამში მათ შორის მაშინაც, როდესაც გიორგი გახარია წავიდა გუნდიდან, მაშინაც ვამოწევ ქართულ ოცნებას გამოარჩევს ერთი რამ, რომ ამ გუნდში არის ბევრი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გაწიოს ლიდერობა სხვადასხვა მიმართულებით და სწორედ აი ეს მათ შორის თანაბარი წონის ლიდერობა, რამდენიმე ლიდერი გამოკვეთილი, რომელიც არის ჩვენ გუნდში, პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, აი ეს ურთიერთქმედება განაპირობებს ჩვენ გუნდს და სხვათა შორის სწორედ ეს არის, რამაც გააძლიერა ჩვენი გუნდი, იქიდან გამომდინარე, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გავიდა პოლიტიკიდან, ადამიანი, რომლის ფაქტორი იყო გამსაზღვრელი, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებაში, ქართული ოცნების სიძლიერისთვის მნიშვნელოვანი იყო სწორედ გუნდზე დაყრდნობა და არა ინდივიდებზე დაყრდნობა და სწორედ აი ამ გუნდურობამ საბოლოო ჯამში მოგვიტანა ჩვენ ის შედეგები, რაც ჩვენ გვაქვს გუნდური სიძლიერისა და ურთიერთთანადგომის. მადლობა ინტერვიუსთვის. წარმატებებს გისურვებთ. ახლო მაყურებელს უნდა გავაცნოთ რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში ეხება და უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ამერიკული მედია საშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დაზვერვას აქვს უკვე ინფორმაცია, რომ რუსმა გენერლებმა მიიღეს უკრაინაზე შეტევის ბრძანება, უკრაინაში შეჭრის ბრძანება. სხვადასხვა ამერიკული წყაროები, მათ შორის CBS და ABC News-ი აცხადებენ, რომ ეს ბრძანება არა მხოლოდ გენერლებმა მიიღეს, არამედ საშუალო რანგის მეთაურებმაც, ასევე კიევს ატყობინებენ, რომ დაახლოებით 53 შემთხვევა მოხდა, როდესაც ცეცხლი იქნა სეპარატისტული რეგიონებიდან გახსნილი, თუმცა მაგდა უკრაინაში ახლა
კიევში ყოველ შემთხვევაში შედარებით სიმშვიდეა. კიევის ცენტრს ხედავთ პირდაპირ ეთერში და მაყურებელს აქვს საშუალება ნახოს ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქში რა ხდება და რა ვითარება და იმედი გვაქვს რომ მშვიდობა იქნება უკრაინაში და ჩვენ მაყურებელს უნდა შევახსენოთ რომ როგორც კიევში ისე ბრიუსელში მუშაობენ იმედის გადამღები ჯგუფები და რა თქმა უნდა უახლესი ინფორმაცია რომელიც კი